Houston Integrity splashdown, sending post-landing command now. 4 კაციანი ეკიპაჟი, რომელმაც მთვარის გარშემო ისტორიული ფრენა შეასრულა წყნარ ოკეანეში დაეშვა. თითქმის 10 დღიანი რეკორდული მისიის შემდეგ არტემის 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაბრუნდა. ეს არის პირველი ადამიანური მისია 10 წლეულების შემდეგ, რომელმაც მთვარის გარშემო იმოგზაურა და კაცობრიობას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შეუძლებელი არაფერია. სან-დიეგოს სანაპიროსთან დაშვებამდე კაფსულა ატმოსფეროში შევიდა და სწორედ ამ დროს დაიწყო მისიის ყველაზე კრიტიკული ფაზა. რამდენიმე წუთის განმავლობაში კაფსულასთან კომუნიკაცია მთლიანად გაწყდა. ეს არის ბუნებრივი პროცესი, როცა პლაზმური ფენა კაფსულის გარშემო ქმნის ჩუმ ზონას, სადაც სიგნალი ვერ აღწევს. პარაშუტების გახსნის შემდეგ კაფსულამ სიჩქარე მკვეთრად შეამცირა და წყნარ ოკეანეში უსაფრთხოდ დაეშვა. ამ მომენტიდან დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ეტაპი მთელ მისიაში, დაბრუნება დედამიწაზე. დიახ, ძალიან აღფრთოვანებული ვარ და შვებას ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ უნდა შევიყვანოთ კაფსულა გემის შიდა პლატფორმაზე, მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი ეტაპია. ეკიპაჟი უკვე გემზეა და სამედიცინო ბლოკში იმყოფება. ჩვენი გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა და ძალიან ბევრს მუშაობდა და უბრალოდ ძალიან ვამაყობ მათით. ყველაფერი ძალიან კარგად წავიდა, ზუსტად ისე, როგორც დაგეგმილი იყო. ახლა უბრალოდ სიტყვებსაც ვერ პოულობ, ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ნამდვილად საოცარი შეგრძნებაა, როცა ამ ეტაპამდე მოდიხარ. თუმცა კაფსულა ჯერ კიდევ უნდა ამოვიყვანოთ, მაგრამ ეს უკვე უზარმაზარი გამარჯვებაა. ყველა ოპერაცია იმართებოდა ცენტრიდან. ცენტრი უწყვეტ რეჟიმში აკვირდებოდა და აკონტროლებდა კაფსულის თითოეულ მოძრაობას. სამაშველო ჯგუფები რამდენიმე საათით ადრე უკვე წყალში იყვნენ მობილიზებულები. ნავები, მყინვარები და ვერტმფრენები. მზად იყვნენ იმ წამისთვის, როცა კაფსულა წყალს შეეხებოდა. მათი მთავარი ამოცანა იყო არა მხოლოდ ეკიპაჟის ამოყვანა, არამედ პირველივე წამებში უსაფრთხოების შეფასება ხომ არ არსებობდა რაიმე საფრთხე კაფსულის გარშემო. იყო თუ არა სტრუქტურა სტაბილური და შეძლებდნენ თუ არა ადამიანების უსაფრთხოდ გამოყვანას. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებზე სწორედ კონტროლებელი ცენტრის წევრი საუბრობს თუ რა არის ბოლო წუთებში მთავარი ამოცანა. ნამდვილად სასიამოვნოა ამის ნახვა. გუნდი მონიტორინგის რეჟიმში იყო, თუმცა ყველაფერი განსაკუთრებით გააქტიურდა დაშვებიდან დაახლოებით 15 წუთში. ვინაიდან რეალურად დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე პროცესები ძალიან სწრაფად იწყებს განვითარებას. ამიტომ საჭიროა დიდი ყურადღება და მუდმივი ინფორმაციის გასვლა ჩვენსა და ასტრონავტებს შორის, რომ რეალურ დროში ვაკონტროლოთ ყველაფერი. კაფსულის წყალში დაშვებამდე სამაშველო გუნდი სრულ სიჩქარეზე გადადის. ჩვენი ნავების ეკიპაჟები მიმართებიან კაფსულისკენ, ყვინთავები კი ეტაპობრივად უახლოვდებიან და ატარებენ საფრთხის შეფასებას. ამოწმებენ უსაფრთხოა თუ არა ჩვენი ადამიანებისთვის მიახლოება და ასევე უსაფრთხოა თუ არა ასტრონავტების გამოყვანა. ბოლოს და ბოლოს სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. დაურწმუნდეთ, რომ ასტრონავტები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან სახლში და ამას ვერ შევძლებდი ჩემი გუნდის გარეშე და რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების სრული მხარდაჭერის გარეშე. დაშვების შემდეგ ეკიპაჟი უსაფრთხოდ გადაიყვანეს სამხედრო ხომალდზე, სადაც მათ პირველადი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ. სწორედ აქ დაიწყო მისიის ყველაზე ადამიანური ნაწილი, შეხვედრა დაბრუნებასთან, ემოციებთან და რეალობასთან. ისინი თავიდანვე დადებით განწყობაზე იყვნენ, როცა ლუკი გავხსენით უკვე ფეხზე იდგნენ, კარგ ხასიათზე ელოდებოდნენ ჩვენს მისვლას. როცა ლუკი გავხსენით და პირველი სამედიცინო შემოწმება ჩავატარეთ, ყველა ძალიან კარგად იყო. ისინი უბრალოდ ძალიან კარგ დროს ატარებდნენ სამედიცინო გუნდთან ერთად. სელფებსაც იღებდნენ ტელეფონებით, ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას. კაფსულის გახსნის შემდეგ 4 ასტრონავტი უკვე გემზე იმყოფებოდა. ისინი იყვნენ დაღლილები, მაგრამ ბედნიერები. მათი სახეები ასახავდა შვებას, წარმატებას და იმ წარმოუდგენელ გზას, რომელიც მათ გაიარეს. NASA უკვე ემზადება შემდეგი ეტაპისთვის, არტემის 3-ისთვის, რომლის მიზანიც ადამიანის მთვარეზე დაბრუნება და შემდეგ უკვე გრძელვადიანი ყოფნის უზრუნველყოფა.